ამ თემაზე მე უკვე ვილაპარაკე ერთხელ, მაგრამ გამეორება კიდევ ღირს, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები უშვებთ შეცდომას, რომ ჩვენ ცხოვრებაზე სრულად ვამბობთ უარს და მთლიანად მივეძღვნებით ხოლმე შვილებს და გონია რომ ეს კარგია. აღმოჩნდება რომ ეს არ არის კარგი, არავისთვის, არც ჩვენთვის და არც შვილებისთვის, რადგან ადამიანს ჭირდება საკუთარი ცხოვრების შენარჩუნებაც. ჩვენ ვართ დაბადებულები იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენ თვითონ შევდგეთ პიროვნებებად და მივხვდეთ ჩვენ ვინ ვართ და რა მისია გვაქვს. ამის შემდგომ უნდა ვიზრუნოთ უკვე სხვებზე, იმიტომ რომ შეუმდგარი ადამიანი სხვასაც ხელს უშლის ამაში და ტვირთად ეკიდება შვილისთვის ფაქტობრივად შეიძლება აღმოჩნდეს წინაღობაც კი. ასეთ თემაზე წერს საკმაოდ ღრმა, კარგ მე ვფიქრობ, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის ეს რომანი, ეს არის ბალზაკის მამა გორიო, აი ესეთი წიგნია, რომელიც 15 წლის ზევით უკვე თავისუფლად შეიძლება გაიგოს კითხველმა, კარგმა მკითხველმა, მოზარდმა, ურჩიოთ ამ წიგნის წაკითხვა, მე ვიმსჯელოთ იმაზე, რატომ აღმოჩნდა მამა გორიო ასე გადაყოლილი თავის ქალიშვილებზე მარტო, რა კავშირი აქვს თქვათ შექსპირთან, არის თუ არა ეს რაღაცა გამოძახილი, ან ხო არ არის ეს გავლენა, თქვათ მეფე ლირის თემას გულისხმობ და ზოგადად რატომ არის რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სიცოცხლე ვაჩუქოთ შვილებს და შემდგომ სამყარო ამას ისე აბრუნებს რომ ის მათგან შეიძლება სრულად მიტოვებული ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენც დიდი მოლოდინი გვაქვს ასე დროს. რაც უფრო მეტად აკერპებ შენ სხვა ადამიანს, ხო? მით მეტად დამოკიდებული ხდები მასზე და რაღაც მომენტში უკვე მისთვისაც პრობლემა ხდება შენი ასეთი მიჯაჭულობა მასთან. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ამ შეცდომას უშვებთ და მშობლებმაც გადავიკითხოთ ეს წიგნი, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის, რომ აუცილებელია რა თქმა უნდა შვილზე ზრუნვა, მაგრამ ჩვენით რაღაც უნდა დავიტოვოთ და ის რაღაც უნდა იყოს ის, რაც იქნება სწორედ ჩვენი და რასაც მოუფრთხილდებით, ჩავეჭიდებით, რასაც მერე შვილებიც დააფასებენ ხოლმე. ძალიან კარგი წიგნია და სიამოვნებით გირჩევთ ამას.